გულწრფელო, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და პირველ რიგში 9 აპრილი არის დღეს და რომ შევაფასოთ 25 წლის წინ მომხდარი 9 აპრილი და რეალურად არსებობს თუ არა საფრთხე იგივე დღეს რუსეთის მხრიდან, ამაზეც რომ ვისაუბროთ. გამარჯობათ. პირველი არ ვარ ალბათ ვინც დღევანდელ დღეს გილოცავთ. მე ვისურვებდი რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენს თაობას და თქვენს თაობას კიდევ ერთხელ არ მოუწიო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. სამწუხაროდ ამისი თეორიული რისკები საკმაოდ მაღალია დღეს და ამაზე ვისაუბრებთ. თუმცა დღეს არა მხოლოდ საქართველოს ტრაგედიის, არამედ გამარჯვების დღეც არის, ამიტომ მე ბოლო პერიოდში რასაც ვადევნებ თვალს ქართულ მედიას, ნაკლებად არის იმ პერსპექტივებზე საუბარი, რომელიც საქართველოს შეიძლება შეიძინოს ამ საერთაშორისო გნებავთა არეულობიდან გამომდინარე. დღეს გადალაგება მიდის, როგორც ხედავთ, გავლენის სფეროების და ამ სიტუაციაში რეგიონში იქმნება საკმაოდ საინტერესო ფონი, რომელმაც საქართველოს დამატებითი წონა შეიძლება შეიძინოს. მოკლედ ჩამოვაყალიბებ ამ მიმართულებით ჩემს მოსაზრებას. უპირველეს ყოვლისა ეს არის საქართველოს გამავალი გასადენები. გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, 10 დღეს წინაც იყო ინფორმაცია ამის თაობაზე, რომ ევროკავშირმა შეიძლება დაბლოკოს სამხრეთ ნაკადი. მოგეხსენებათ, ეს არის რუსეთის გლობალური პროექტი, რომლითაც გაზი უნდა მიეწოდოს ევროპას უკრაინის გვერდის ავლით და ამისი დაბლოკვა სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გაზრდის ერთიათად თუ უფრო მეტად არა საქართველოს გავლით გამავალი გასადენების მნიშვნელობას და თავად საქართველოს მნიშვნელობასაც დასავლეთისთვის. ასევე ძალიან საინტერესო გახლავთ ის, რომ დღეს ამერიკისთვის უაღრესად სერიოზული თემა გახდა ირანთან ურთიერთობების დაალაგება და ნორმალიზაცია. მიმდინარეობს ამ მხრივ ინტენსიური მუშაობა და აქაც საქართველოს შეიძლება კონდეს ძალიან მნიშვნელოვანი და ერთის თავის მხრივ განუმეორებელი როლი, რომელიც გამოიხატება დაუშვათ ირანის საზოგადოების ქართულ დემოკრატიასთან ზიარებაში, იმიტომ რომ ირანელებისთვის ქართული დემოკრატია გაცილებით უფრო გასაღები და მისაღებია, ვიდრე დაუშვათ იგივე დასავლური, რომლის მიმართაც გარკვეული წინაპირობები აქვს იმისათვის, რომ კონდეს აგრესია. ამ მხრივაც საქართველოს როლი მნიშვნელოვნად იზრდება. კიდევ ერთი რაც თურქეთში მიმდინარეობს, სამწუხაროდ რუსეთიდან მომავალმა საფრთხემ თურქეთში მიმდინარე პროცესები უყურადღებოდ დატოვა. არა და იქ არანაკლებ ბისირთულის პროცესები მიდის. მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრემიერმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, ჯერ ერთი რომ სირია თურქული მიწაა, იმის თაობაზეც რომ იწყებს თურქეთი ახალი თურქეთის მშენებლობას, იგულისხმება ისტორიულ საზღვრებში და ეს როგორ შეიძლება შეეხოს საქართველოს. მოგეხსენებათ, არანაკლები რისკი შეიძლება გახდეს ეს საქართველოსთვის და კიდევ ერთი და ყველაზე სკანდალური განცხადება გახლდათ ის, რომ თურქეთის პრემიერმა მისი, ასე ვთქვათ, რუსი კოლეგის ფრაზებით განაცხადა, უბრალოდ რუსეთის პრეზიდენტის გულისხმობა ამ შემთხვევაში ფრაზებით განაცხადა, რომ თურმე თურქეთის ოპოზიცია დასავლეთის მარიონეტია და დასავლეთის შეკვეთებს ასრულებს. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური განცხადებაა ბოლო პერიოდში, რაც თურქეთის ხელისუფლებისგან მოვისმინეთ და თურქეთს აშკარად წარმოაჩენს კიდევ ერთხელ როგორც არამყარ და არასაიმედო პარტნიორს დასავლეთისთვის. ესეც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს როლი რეგიონში როგორც დასავლეთის მყარი და სტაბილური პარტნიორი შეიძლება გაიზარდოს. მაგრამ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ გადარჩენას და თუ ჩვენ მშვიდობიანად გავივლით მინიმუმ რაღაც წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს, რომელიც ბევრი საფრთხის და გამოწვევის წინაშე აყენებს საქართველოს. რაც შეეხება რუსულ საფრთხეებს, ამაზე ძალიან ბევრი ითქვა, არ ვიცი რამდენად ღირს ამჯერად კიდევ ერთხელ ამაზე ყურადღების გამახვილება. ყველა მიმართულებით შეიძლება ველოდეთ საფრთხეს. მე გახლდით ამერიკაში თითქმის ერთი თვით, ორი კვირა რაც დაუბრუნდი და ალბათ საინტერესო თქვენთვის უფრო მათი პოზიცია იქნება. ამერიკელები აცხადებენ, რომ
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა რუსეთმა შეიძლება გაცილებით მარტივად გადახარშოს ვიდრე უკრაინის ანალოგიური პროცესი და ამიტომ განსაკუთრებულ გართულებებს რუსეთის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ამერიკელები არ ელიან საქართველოში. რასაც ვერ ვიტყვით ნატოზე და მაპზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ აი მაპის მიღება შეიძლება აღმოჩნდეს ამ ეტაპზე ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც რუსეთი არ გააპატიებთ და პირდაპირ სამხედრო აგრესიის საბაბად, რეალურ საბაბად შეიძლება იქცესო. აი ეს რაც შეეხება ძალიან ზოგადად რუსეთთან მომავალ საფრთხეებს, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი ითქვა, არ ვიცი თუ გაინტერესებთ, შემიძლია ამაზეც თუ კითხვა გექნება დამატებით, შემიძლია ამაზეც გესაუბროთ. Adno. მოგახსენებთ. პირველისად უნდა დავაფიქსიროთ, ჩემი პოზიცია ჩემთვის სრულიად მიუღებელია ამ ფორმით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარისწორება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არაფერს კარგს არ მოუტანს ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამისი გამოცდილება, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ასევე შურისძიებით აღტკინებული საზოგადოება, როგორი სიხარულის ყიჟინით ხვდებოდა ამა თუ იმ მაღალჩინოსნის დასჯას. მე არ ვსაუბრობ იმაზე, იმსახურებდნენ ის მაღალჩინოსნები დასჯას თუ არა, ხშირ შემთხვევაში იმსახურებდნენ, მაგრამ ამის და მიუხედავად ეს იწვევდა საზოგადოებაში აღფრთოვანებულ ისტერიას. და შემდეგ ამ 9 წლიანი ციკლის დასასრულს ეს მიუბრუნდა საზოგადოების თითოეულ წევრს. ამიტომ მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს და იგივე გზაზე, უბიძგებს ხელისუფლებას. იმიტომ რომ საკმარისია ხელისუფლება მიგრძნოს, რომ საზოგადოება ასეთი ტიპის ქმედებებს, ასეთი ტიპის ანგარისწორებებს მხარს უჭერს, ეს იქნება ერთგვარად სიგნალი იმისათვის, რომ ასეთი მოვლენები არ დარჩეს ცალკეულ ინციდენტებად და ამან მიიღოს მასობრივი ხასიათი. და შემდეგ უკვე აღარავინ ვეღარ შეაკავებს ამ პროცესს, არავის ეგონოს, რომ დაუშვათ ეს პროცესი გაჩერდება ნაციონალურ მოძრაობაზე. ეს შეიძლება საზოგადოების თითოეულ წევრს შეეხოს, როგორც იყო ეს 9 წლის განმავლობაში და როგორც გამოიარა მთელმა საზოგადოებამ. ამიტომ მე ამაში ვერაფერს საყიჟინოს და ვერაფერს მოსაწონს ვერ ვხედავ. და ხელისუფლების ვალია ასეთი პროცესები აღკვეთოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საზოგადოების ვალია თუ ის საკუთარი მომავალზე და განვითარებაზე და არა თვითგანადგურებაზე ორიენტირებული არა აღფრთოვანების ყიჟინით შეხვდეს ამას, არამედ ნორმალური ურთიერთობებში გადაიყვანოს ეს დაპირისპირება. პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველყოფილი საზოგადოებასავით ეს გახდეს პოლიტიკურ ოპონენტებზე ამ სახის ანგარისწორების ასე ვთქვათ საფუძველი. და მით უმეტეს დღევანდელი ფაქტი, მე არ ვიცი რა ახსნა მოეძებნება იმას, რომ ქართველს რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რა პოლიტიკური ასე ვთქვათ რანგის თუ წოდების მატარებელი ქართველს აუკრძალო 9 აპრილის მემორიალთან მისვლა. საქართველოს დღეს დამოუკიდებელი იმიტომ არის, რომ მაშინ საქართველოს საზოგადოება და მოსახლეობა მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად საგარეო ორიენტაციისა იყო ერთიანი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და მით უმეტეს დღევანდელ პერიოდში, როდესაც უდიდესი საფრთხე ემუქრება საქართველოს, ისეთი როგორც არ დამუქრებია ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც დაგვემართება, არავის არ უნდა გავუყოთ. იმის ნაცვლად რომ ვცდილობდეთ დღეს გაერთიანების მუხტი შევიტანოთ, ცალკე ხელისუფლება, ცალკე საზოგადოება და ცალკე ოპოზიცია თავთავისკენ ეკაჩება საბანს. ეს მე მართლა მაოგნებს რა, არც საზოგადოებას და არც ხელისუფლებას და არც პოლიტიკურ სპექტრს ელემენტარული თვითგადარჩენის ინსტინქტი არ აქვს დღევანდელ დღეს. ნებისმიერი განვითარებული და პერსპექტივაზე ორიენტირებული საზოგადოება და სახელმწიფო დღეს სრულიად სხვაგვარ რეჟიმში იმუშავებდა. არა იმაზე, ვინ რა კომპრომატი გამოაქვეყნოს ერთმანეთს და რა სიბინძურეში ჩაფლოს საზოგადოება, არამედ იმაზე, როგორ
დავიცვათ თავი შესაძლო სამხედრო აგრესიისგან, რუსეთისგან და რუსეთის მხრიდან. დღეს დგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა საქართველოს შეიძლება მართლაც დაკარგოს სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. და ამ ფონზე სიტუაციას ართულებს ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და სამწუხაროდ ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი საკუთარი ამომრჩევლისთვის, გარდა აი ამ შოუებისა და გარდა სამართლიანობის აღდგენის, ასე ვთქვათ, პროცესისა თუ ამ პროცესის იმიტირებისა. ეკონომიკური და სოციალური წინსვლა სამწუხაროდ არ შეინიშნება. ამის გამოც ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ, რომ რაღაცა შესათავაზებელი ხელისუფლებამ უნდა გამოწოვოს თითიდან და საზოგადოებას მიაწოდოს. მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა ქვეყანას ასეთი საგარეო საფრთხე ემუქრება. ეს არის ძალიან სპეციფიური საკითხი, არის სპეცსამსახურების მუშაობის თემა. იმიტომ რომ ისევე როგორც პოლიტიკური ოპონენტების დევნის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ჩვენ ავკრძალავთ ნებისმიერ მოსაზრებას, რომელიც რუსეთთან, ასე ვთქვათ, დადებითი ურთიერთობის პრიზმაში განიხილება, ამან შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და კუდიანებზე დევნა დავიწყოთ, მაგრამ შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოებას უნდა ქონდეს ინფორმაცია, რამდენად საშიშია ესა თუ ის ჯგუფი და რა მიზანს ისახავს. და სანამ ეს მიიღებს პროვოკაციის სახეს, მანამდე უნდა მოახდინოს ამისი პრევენცია. ეს ამ ეტაპზე არც ისე რთულია, იმიტომ რომ ეს ჯგუფები არ არიან იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ მათ მიმართ პრევენციული ზომების გატარებამ რაიმე სერიოზული საფრთხე გამოიწვიოს. მაგრამ კიდევ ამბობ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება რეალური ინფორმაცია, რომ ეს ჯგუფები რეალურ საფრთხის მატარებლები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა დროშა დავიკავოთ და ერთის მხრივ ნაციონალებს დაუწყოთ დევნა დესტაბილიზაციის მოწყობის, ასე ვთქვათ, ბრალდებით და მეორეს მხრივ პრორუსებს და რუსეთთან, ასე ვთქვათ, შეერთების თუ ჯერ ერთმანეთს ეს მოთხოვნა არავის წამოუყენებია, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების დაალაგების მოსურნეებს, მაშინ ამ ქვეყანაში ბევრი აღარავინ დარჩება და ყველა დანარჩენი ჯგუფიც დადგება რეალური საფრთხის და რისკის ქვეშ. მაგრამ ამისათვის არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები და უსაფრთხოების სამსახურები, რომ რეალური საფრთხეები განასხვავონ, ასე ვთქვათ, ვირტუალური საფრთხეებისგან და შესაბამისად მიიღონ ზომები. რისი საფრთხე? ორივე მხრიდან არსებობს, მინდა გითხრათ, ჩემი პოზიცია ეს გახლავთ. თავის დროზე სხვანაირად უნდა მიეხედეთ ამ კადრებისთვის. მე მაშინ მქონდა იდეა, რომ ილუსტრაცია მომხდარიყო შიდა ყოველ შემთხვევაში, ის ადამიანები, ვინც ამ კადრებზე იყვნენ ასახული, მათ უნდა ცოდნოდათ, რომ ეს სახელმწიფო სტრუქტურების ხელშია და ან მათი თანდასწრებით უნდა განადგურებულიყო ეს, ან რეალურად ყველა კადრის განადგურება უნდა მომხდარიყო, თუ გქონდათ იმის გარანტია ხელისუფლებას, რომ ასლები სხვაგან არ ინახებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არანაკლები ბერკეტი ერთის მხრივ ხელისუფლების და მეორეს მხრივ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, მათ შორის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში. იმისათვის, რომ აქ უმართავი ქაოსი მოაწყო. ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენ პოლიტიკოსზე, რამდენ ექსპერტზე, რამდენ ჟურნალისტზე ინახება ამ ტიპის კადრები. და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს აქვთ ეს.
და რა ტიპის აქტივობას დაგეგმავენ აი ამ აკომპრომეტირებელი კადრების მეშვეობით, ეს არავინ არ იცის და ვინ შეიძლება ამის უკან იდგას. Რაღაცა მექანიზმი ხელისუფლებას თუ რეალურად სურდა ამ პრობლემის გადაჭრა და მასაც არ სურს რომ ეს კადრები როგორც მექანიზმი ისე გამოიყენოს, ამისათვის რეალური სრულიად სხვა გზები უნდა მოენახა და შეიძლებოდა ამისთვის ოპტიმალური გზების გამონახვა, რომ ეს კადრები არ იყოს მუდმივად საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და ასე თქვა დაკიდული დამოკლეს მახვილი. ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ მე არ მჯერა ამ განცხადების და მეც უერთდები არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას.